მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია ჩვენი უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლაშა ნაგერვაძე. ლაშას მოწვევის მიზეზზე, ორი სიტყვით უნდა მოგიყვეთ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ისეთი სენსიტიური თემა. მოკლედ ასეთი ისტორია აქვს ამ ამბავს. ტელევიზიაში ვიყავი მიწვეული და მიზანი იყო ჩემი ტელევიზიაში სტუმრების, რომ რაღაცერად უნდა გამეჟღერებინა საზოგადოების აზრი, ზოგადად ხალხის აზრი და ასეთ დროს ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ ჩემს გარშემო ვინც არის, მათი მოსაზრებები მივიტანო ტელევიზიამდე და განსაკუთრებით ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვეკითხები, რომ აი რა არის ის, რაც უნდათ, რომ ხმამაღლა ითქვას ტელევიზიიდან. და ჩემი სტუდენტია და როცა ასეთი რამ ვიკითხე, ლაშა მეუბნება, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც არის ახალგაზრდებისთვის და ჩვენთვის, ეს არის სტაბილურობის პრობლემა. ანუ ჩვენ არ გვაქვს ახალგაზრდებს სტაბილურობის განცდა და ჩვენ არ გვაქვს პერსპექტივის განცდა, ანუ განცდა იმისა, რომ მომავალი რაღაცა მათთვის საინტერესოა, მომავალი რაღაცის მომცემია. ხო წარმოგიდგენიათ ნებისმიერი მასწავლებლისთვის და ნებისმიერი მშობლისთვის როგორი მოსასმენი იქნებოდა ეს და აი ამის მერე სულ მეფიქრებოდა რა, აი საათი არ გავიდოდა, რომ აი ამ ლაშას ამ რეპლიკაზე არ მეფიქრა და მე ვიფიქრე, რომ ალბათ რახან ჩემზე ასეთი გავლენა მოახდინა, კარგი იქნებოდა, რომ ჩემს მაყურებელსაც მოესმინა მისთვის და მინდა, რომ აი რაღაცერად ამ წუთას ლაშა წარმოადგენს ჩვენი სტუდენტების ხმას, ჩვენი სტუდენტების სახეს და აი მოусმინოთ, ხო ხანდახან არის, რომ ეს არავინ არ უსმენს ამ ადამიანებს, არავინ არ ეკითხება ამ ადამიანებს, რა აწუხებთ, რა ჭირდებათ, რაღაც რეზოლუციები მიიღება, თითქოს რაღაცას ნერგავენ განათლების სისტემაში ან რაღაცას ცვლიან, ოღონდ ცვლიან და ნერგავენ ისე, თითქოს ეს ადამიანები არიან განათლების სისტემა იყოს რაღაცა უსულო საგნებზე იყოს მიმართული და ის ვიზეც არის მიმართული, იმას არც აზრი აქვს და არც შეხედულება და არც მოსაზრებები მასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გაკეთდეს. ნუ მოკლედ. ახლა იმდენი პრობლემა ჩამოვთვალე მე ჩვენი განათლების სისტემის, რომ ალბათ ამ ყველაფერზე საუბარს ვერ შევძლებთ, მაგრამ აი ლაშა მინდა რომ ზუსტად ის გულწრფელობა მინდა შენგან, რა გულწრფელობითაც მე მითხარი, რომ აი რა არის ამის მიზეზი. აი წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი ხარ განათლების სფეროში და შენი მიზანი, ცხოვრებისეული დანიშნულება არის ის, რომ ახალგაზრდებს ზაგაუკვალო, დაეხმარო, მარტო ის ხო არ არის, რა ლექციაზე შეხვედი, რაღაცა წაიკითხე, რაღაცა შენი სიბრძნები დააფრქვიე და გამოდი, ხო? ჩვენი დანიშნულება ლექტორების ხო ეს არის, რომ რაღაცა სტაბილურობის განცდა უნდა გაგიჩინოთ, მომავლის იმედის განცდა უნდა გაგიჩინოთ და აი ჩემთვის ეს იყო რაღაც შემოლაწუნება, შენი რეპლიკა, რომ აი თურმე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და ყველაზე მთავარი რაც ჩვენ უნივერსიტეტის ლექტორებმა და ზოგადად უნივერსიტეტმა უნდა გააკეთოს, თურმე ამას ვერ ვაკეთებთ. და რაღაცერად უნდა თქვა, რომ რა იწვევს ამას, აი რატო გააქვთ აი ეს განცდა, რომ აი თითქოს პერსპექტივა არ არის და თითქოს სტაბილურობა არ აქვს. მე კი მაქვს ჩემი მოსაზრებები, მაგრამ შენი მხრიდან გაჟღერებული ალბათ სხვა იქნება. ანუ როცა თავიდან ვირიცხებოდი უნივერსიტეტში, მქონდა მე იმის განცდა, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვა და უნივერსიტეტი მომცემდა იმ განათლებას, რაც სამომავლოდ მე გამომადგებოდა და ჩემს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა რა. შეცვლიდა იმ მხრივ, რომ ექნებოდა განათლება, რომლის მეშვეობითაც მე დავსახდებოდი სწორედ ჩემი პროფესიით. მაგრამ როდესაც ანუ ჩავერთე უკვე და გავხდი, ასე ვთქვათ, ჩავერთე სტუდენტურ ცხოვრებაში და გავხდი სტუდენტი, დროთა განმავლობაში ანუ ვაკვირდებოდი იმ მოვლენებს, რაც ხდებოდა დაუშვათ ჩვენს ქვეყანაში, ვაკვირდებოდი იმას, თუ რამდენად ახერხებდნენ კურსდამთავრებულები თავიანთი პროფესიით დასაქმებას და შემდგომ უკვე განვითარებას. მყავდა უბრალოდ და ასევე მყავს ბევრი ასე ვთქვათ ახლობელი, რომლებიც არიან კურსდამთავრებულები, თუმცა ვერ საქმდებიან თავიანთი პროფესიით.
უშუალოდ რაც შეეხება ანუ ამ ყველაფერს ძირითადად ბათუმში არსებული ვითარებაზე გამომახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ბათუმი მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან საკმაოდ დიდია ბათუმის ბიუჯეტი, ასე ვთქვათ, სხვა ქალაქებიდან გამომდინარე, რა სხვა ქალაქებთან შედარება რო გავაკეთოთ, მაინც არა ის დონე და ის ასე ვთქვათ, შემოთავაზება სტუდენტებისთვის, რომ მივიღოთ მეტი პრაქტიკა, მეტი სტაჟირება და უფრო მეტად ჩავერთოთ სტუდენტებმა ამ საქმეში. არა, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტში ის შეთავაზებები გაკეთებული, რომ სტუდენტებმა შეძლონ სხვადასხვა კომპანიებში თუ სხვადასხვა სტრუქტურაში, ასე ვთქვათ, გარკვეული პრაქტიკის გავლა და სტაჟირების მიღება. და ამ ყველაფერმა დამიტოვა იმის განცდის შეგრძნება, რომ მე მიუხედავად იმისა, რომ წელს ვამთავრებ უნივერსიტეტს, მეოთხე კურსს ვამთავრებ, არ ვიცი რა იქნება ამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ. ვერ ვხედავ, ასე ვთქვათ, იმ გზებს, რომელსაც უნდა გავუყვე რა, დაბურულია ეს გზა და ეს იყო იმის მიზეზი, რომ ვთქვი, ეს არასტაბილურობის შეგრძნება მაქვს მომავლისა. არ ვიცი როგორი და რა პერსპექტივით უნდა განვითარდე რა. მოლოდინები, ასე ვთქვათ, სტუდენტობამდე და სტუდენტობის შემდგომ საკმაოდ შეიცვალა რა. და ვფიქრობ, ეს მოლოდინებია სწორედ ის, რაც ადამიანს აყალიბებს თავისი მიზნებისკენ რა. როგორი მოლოდინების და მისწრაფებების გაქვს, ანალოგიურად ვითარდება შენი გზებიც და ვფიქრობ, რომ ამ დღევანდელობამ, რა დღევანდელობაში დღეს ვართ, ეს მოლოდინები ცოტა შემიცვალა, ცოტა არა რადიკალურად შეცვალა, მოდი ესე ვიტყვი და ვეღარ ვხედავ ჩემი პროფესიით განვითარების გზებს. რთულია ასევე იმაზე საუბარი, რომ საქართველოში საკმაოდ დიდია ისეთი ვითარებებიც, სადაც ასე ვთქვათ, დიდი ძლით ზეგავლენას ახდენს, როგორ ვთქვა რა, ადამიანები, რომლებიც მოკლედ სწავლობენ და ხშირი აქვთ მაგალითად გასვლით პროგრამებში მონაწილეობა, მათ საკმაოდ დიდი პრიორიტეტი ენიჭებათ დაუშვათ აქ საქართველოს უნივერსიტეტში დგარ სტუდენტებთან შედარებით და ესეც საკმაოდ პესიმისტურია, ჩემი აზრით, აქაური სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ ისინი სწავლობენ საზღვარგარეთ, ევროპულ განათლება. მოდი აბა დავაზუსტოთ. საზღვარგარეთ რო სწავლობენ თუ გაცვლით პროგრამებში რომ მონაწილეობენ? თუნდაც გაცვლით პროგრამებში მონაწილეობენ და გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ხო ძალიან ბევრ შეუძლია. ძალიან ბევრ შეუძლია, რა თქმა უნდა, თუმცა ძალიან ამ ყველაფრის მიუხედავად ჩემი აზრი და შეხედულება ესეთია, რა გაცვლით პროგრამაში სტუდენტი მიდის და მას ასე ვთქვათ უკვე სტატუსი ენიჭება იმისა, რომ მან შეძლო გაცვლის პროგრამაში წასვლა და ის უკვე აქაურ სტუდენტებთან შედარებით გარკვეული დონით მაღლა დგას. მაგრამ ვფიქრობ ეს ყველაფერი ასე არაა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ის სტუდენტი, რომელმაც გაცვლის პროგრამით წავიდა, რა შენ გულისხმობ დამსაქმებლის მხრიდან, ხო? დამსაქმებელი უყურებს, რომ გაცვლის პროგრამაში იყო. გაცვლის პროგრამაში იყო, თუმცა მან რამდენად შეძლო ამ გაცვლის პროგრამაში თავის გამოჩენა, რამდენად აითვისა ის ყველაფერი, რაც უნდა აითვისებინა. ეს ყველაფერი უკვე მეორე ხარისხოვანია რა დამსაქმებლისთვის. და აქედან გამომდინარე იჩაგრება უკვე აქაური სტუდენტები, ჩვენი საქართველოში ის სტუდენტები, რომლებიც დაუშვათ გაცვლის პროგრამაში არ წასულა რა. და ვფიქრობ, რომ ეს ცოტა ცუდი დამოკიდებულებაა ასევე დამსაქმებელს. აი შენ მაგალითად რამ შეგიშალა ხელი, რატო ვერ წახვედი გაცვლის პროგრამაში? რაღაცა არ გონია რომ შენ მოგენდომებია და ვერ შეკეძლო. მე ცოტა სხვანაირად ვუყურებდი ამ ყველაფერს. თავიდან რა თქმა უნდა მინდოდა გაცვლის პროგრამაში წასვლა, მაგრამ საწყისი კურსები დაემთხვა პანდემიას. და პანდემიიდან გამომდინარე ცოტა რთული იყო, ასე ვთქვათ, ცოტა კი არა საკმაოდ რთული და შეუძლებელიც იყო გასვლის პროგრამაში წასვლა
და ანუ თავიდანვე ამ პანდემიამ განაპირობა ჩემთვის მაგალითად ის რომ მე ვერ ავუქვი თავიდანვე სტუდენტად. ძალიან რთული იყო ანუ ის რომ მე ონლაინ ვეცნობი ჩემს ლექტორებს, ონლაინ ვეცნობი იმ ყოფას და იმ ცხოვრებას, რასაც სტუდენტობა ქვია და საკმაოდ რთულად მოვახდინე შემდგომ რეაბილიტაცია, ანუ ამ ყველაფრისა აღქმა იმისა, რომ მე ვარ სტუდენტი და სტუდენტურად უნდა ვიცხოვრო. შემდგომ ის დაიმატა, რომ ანუ უბრალოდ გადავწყვიტე ჯარის მოხდა და წავედი ჯარშიც. უნივერსიტეტთან ერთად გავდიოდი ასე ვთქვათ ჯარს, ვიყავი გაწეული. იმიტომ რომ ჩემი აზრით არ უნდა დამეკარგა დრო, შემდგომ უკვე უნივერსიტეტის შემდგომ ისეთი რაღაცის რაც დაუშვათ ჯარი იყო რა. უნივერსიტეტის შემდგომ ჩემი მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავსაქმდე და განვითარდე. და ანუ ამ ყველაფერმა უკვე განაპირობა ის, რომ მე უშუალოდ ვეღარ წავედი გასვლის პროგრამაში რა. ანუ შეხედულებები რა თქმა უნდა მქონდა მის საპროგრამის გასვლის პროგრამაში წავსულიყავი. თან მე გასვლის პროგრამაში ბოლო კურსიდან ისედაც არ მიყავთ და ამასობაში პანდემიის მერე ბოლო კურსიც გამოგივიდა და და თან როცა ანუ ჯარში ვიყავი მე ანუ ვერ შევძლებდი უბრალოდ როგორ წასვლას რა. ანუ ეს ჯარის რაღაცა წესებია, რაც უნდა შევასრულოთ რა ქვეყნის გარეთ დავუშვით ვერ გავიდოდ. ქალაქის გარეთაც რო გავსულიყავი გარკვეული უნდა ცოდნოდა ჩემს უფროსებს და ნუ შემოჭრილი ვიყავი ამ ხრივ მეოთხე კურსიც უკვე როცა მეოთხე კურსი გადავიდი თან ჯარის დამამთავრე და უკვე ანუ აღარა იმის საშუალება რომ წავიდი. და ანუ რაც შეეხება შემდგომ უკვე რო გავაჟღერე საზღვარგარეთ ნასწავლ სტუდენტებთან დაკავშირებით რა. შეიძლება ნუ საზღვარგარეთ ნასწავლ სტუდენტებს უფრო ნუ ევროპული განათლება ყველას მოეხსენება რომ საკმაოდ კარგია და საკმაოდ მაღალ დონეზე დგას. თუმცა ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ვფიქრობ ანუ სახელმწიფომ და დამსაქმებელმა უნდა დაჯერდნენ იმ განათლებაზე დაუშვათ რა განათლებას დღეს ჩვენ გვაქვს და არ უნდა დაიჩაგროს ის სტუდენტი დაუშვათ რომელსაც არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ წავიდეს საზღვარგარეთ და იქ მიიღოს განათლება არ უნდა დაიჩაგროს აქაური სტუდენტი მათგან რა. მოდი ასე დავსვათ საკითხი ნახე. რაღაცებს შეიძლება ბოლომდე ვერ გამოყვე და რატო იცი არიან ადამიანები რომელსაც საერთოდ არ აქვს არანაირი განათლება მაგრამ ძალიან ბევრისთვის მიუღწევიათ მით უმეტეს როცა კერძო სტრუქტურაში არის საუბარი იქ ნაკლებად ითხოვენ ხოლმე რაღაცა კომპეტენციებს და ფურცლებს და დიპლომებს ნაკლებად ითხოვენ ხო შესაძლებელი არის რომ რაღაცა ის უნარები თუ განვითარებული რაც მას სჭირდება რაც არ უნდა დიპლომები დაულაგო და რაც არ უნდა უცხოური გაცვლითი პროგრამის დოკუმენტაცია მიუტანო იმას არ შეარჭირდება ეს ხო და თვითონ არ შეგეძლო თქვა უნივერსიტეტთან ერთად რაღაცა უნარები ისე გაგევითარებია საკუთარ თავზე ისე გემუშავა რომ აი მოთხოვნადი ყოფილიყავი თქვა შენს პროფესიაში ხო ბაზარზე თუ მხოლოდ და მხოლოდ საჯარო სამსახურებია თქვენი მიმართულება ჩემი მიმართულება ну უკვე დღესდღეობით მე აღარ მინდა ასე თქვა ну შეიძლება საწყისას საჯარო სამსახურმა მოცეს ის განათლება რაც შემდგომ უკვე და ის ანუ ის განათლება რა შემდგომ უკვე გამოვიყენო კერძო ასე კომპანიებში ან თვითონ შევქმნა რაიმე ჩემი ამას მომცემ შემიძლია ეს საჯარო სამსახურები და აქედან გამომდინარე საწყისად მინდა მუშაობა მაგრამ ანუ თქვენ როგორც თქვით რა რომ ანუ განათლების გარეშე რომ მიაღწია ძალიან ბევრმა საკმაოდ ასე ვთქვათ მაღალ დონეს ანუ მეც ყავს და ანუ ისე გამიგია საქართველოს პატარა, ანუ ბევრი ის ადამიანი, რომელმაც განათლების გარეშე მიაღწია ისეთ დონეს, რომელსაც ვერ ახსოვს ბევრი განათლებული. მიუხედავად იმისა, რამდენად დაუშვათ დიდია მათი ჯაბა რა. და ანუ ამ ყველაფერმაც განაპირობა ის სწორედ რომ განათლებიდან გამომდინარე, მე ვღებულობ დღეს განათლებას, მაგრამ ჩემი მომავალი რამდენად არასტაბილურია და რამდენად ასე ვთქვათ არა ну რავი რა რამდენად არიძლევა ნაყოფიერება სწორედ ესაა ამის მიზეზი რა ანუ შესაძლებელია მე უკვე ვასრულებ იმას რომ განათლების გარეშე მივახციო იმ ყველაფერს რასაც შეიძლება განათლების გამო ან განათლების მიღებით ვერ მივახციო მე განათლებაში ვხარჯავ ჩემს ყველაზე ძვირფას რამეს ეს არის დრო ანუ 4 წელი ვსწავლობ და შესაძლებელია თუ გავაგრძელებ სწავლას კიდევ დაიმატება გარკვეული დროის პერიოდი და შესაძლებელია სწორედ ამ პერიოდში მე განვითარებულიყავი და შესაძლებელია ანუ ახლაც შესაძლებელი არა თქვენ როგორც თქვით ახაც ვეძიები სხვა ასე ვთქვათ საშუალებებში სხვა ჩემს უნარებს ვიუმჯობესებ და ვცდილობ
ამ მხოლოდ განათლებას ანუ ასე არ ჩავებღავჭო და სხვა მხრივ განვითარდე. მაგრამ მე რომ ანუ არ დავუშვათ არ გავხტარიყავი სტუდენტი და სწორედ ამ უმაღლეს განათლებაზე არ კონცენტრირებულიყავი, უფრო მეტად ჩავერთებოდი ამ ყველაფერში და ამ პერიოდს უფრო პროდუქტიულად გამოვიყენებდი რა. ანუ შენ თვლი რომ ეს 4 წელი უნივერსიტეტში სწავლა დროის კარგვა იყო შენთვის? ამას ამბობ თუ დროის კარგვა არა, მე მადლიერი ვარ იმით, რაც მივიღე უნივერსიტეტისგან და უნივერსიტეტისგან ის მივიღე მე რომ ჩემი ეს უნარები, ანუ რა უნარების დავუშვათ ეხლა მაქვს, განვითარდა მე დავუშვათ რაც ვიყავი მაგალითად სტუდენტობამდე და რაც ვარ დღეს, ანუ რადიკალური ცვლილება, ანუ ჩემს თავს რო გადავხედე 4 წლის წინ და 4 წლის შემდგომ რა, ანუ დღევანდელ დროს შევხედე. მე განვითარდი იმ მხრივ რომ შემიძლია საკმაოდ კარგად და ნათლად დავინახო დღევანდელი რეალობა. შემიძლია გავხდე საკმაოდ კომუნიკაბელური და ნებისმიერ ასე ვთქვათ ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერ მოვლენის მიმართ ჩემი გარკვეული დასკვნა და შეხედულება ჩამოვაყალიბო. განვითარდა ის უნარები, რომელმაც მომცა სწორედ იმ პერსპექტივების თანახმა, რა პერსპექტივები შეიძლება დავინახო მომავალში რა, მეტად უფრო პროდუქტიული რიც შეიძლება გავხდე და რა იქნება ჩემთვის და ჩემი სამომავლო ცხოვრებისთვის კარგი. ანუ მეტად უფრო ფართო არჩევნის საშუალება მაქვს ახლა ამ განათლების მიღების შემდგომ, რაც შეიძლება არ მქონოდა მანამდე. და ამ ყველაფერს ძალიან დიდი მადლიერი ვარ. გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები, როგორც კურსელები, ასევე ლექტორების და მათთან მუშაობამ საკმაოდ გამზარდა რა. ანუ გავიზარდე, საკმაოდ გავიზარდე რა, მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება არ ვიცი კარიერულად როგორი წინსვლა მექნება განათლების შემდგომ. ვის ვიცი, რომ რადიკალურად შემცვალა უნივერსიტეტმა და გამზარდა რა. ანუ ჩემი აზროვნება არის რადიკალურად შეცვლილი ყველაფრის მიმართ აბსოლუტურად. მეტად ჩამომაყალიბა, მეტად დამამშვი და ანუ განათლება იძლევა იმ ყველაფერს, რასაც საღი აზრი ეწოდება რა. ვფიქრობ ეს ყველაფერი მომცა. ამით მადლიერი ვარ თქმა უნდა. როგორ ფიქრობ, პოლიტიკური პროცესები თუ ახდენს გავლენას აი იმ შენს ემოციებზე, განცდებზე და შენი თანატოლების სამყაროსადმი დამოკიდებულებაზე დღეს რაც საქართველოში არის? რა თქმა უნდა, ახალგაზრდებზე აბსოლუტურად ყველაფერი ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს და ჩემი აზრით თვითონ ახალგაზრდაზეა დამოკიდებული, რამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს მასზე. და ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამტეხი როლი პოლიტიკურ სიტუაციებს ეხება და უკავშირდება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორი პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში დაუშვათ ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ახალგაზრდის როგორც წეღავ თქვი მოლოდინებზე რა, იმ შეხედულებებზე რაც შეიძლება სამომავლოდ გქონდეს, იმ გეგმებზე რაც უკავშირდება თავიანთ მომავალს და ანუ პოლიტიკური არასტაბილურობა სწორედ იწვევს იმ ახალგაზრდებში იმ მოლოდინების ასე ვთქვათ რა მოლოდინების აქვს სამომავლოდ იმ მოლოდინების გარკვეულწილად განადგურებასაც კი რა, იმიტომ რომ როდესაც შენ ხედავ დავუშვათ თუ რამდენად არასტაბილურია შენი ქვეყნის პოლიტიკური გარემო, რამდენად ასე ვთქვათ რთულია ის რომ რადიკალიზებულია საზოგადოება ხო რაღაც პოლიტიკაზე რთული ცოტა პოლიტიკაზე საუბარი ცოტა რთულია იმ გაგებით რომ არ არის რთული. ნუ არ არის რთული. ყველამ უნდა ილაპარაკოს. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ილაპარაკოს, მაგრამ ნუ ჩემი აზრით მაინც გარკვეულწილად როცა პოლიტიკას ეხება საუბარი საჭიროა საკმაოდ გაცნობიერება იმისა, რომ შენ პოლიტიკაზე საუბრობ და უნდა შეძრო ყველაფრის სხვადასხვა კუთხით დანახვა რა, მხოლოდ შენი შეხედულება რომ ეს ესეა, ვფიქრობ, მხოლოდ ესე არ უნდა იყოს. უნდა დაინახოს სხვადასხვა ადამიანის თვალით, როგორც მოქალაქე და საზოგადოების წევრი, ისიც უნდა შეხედო გარკვეულ პოლიტიკურ მდგომარეობას და ის ასევე როგორც პოლიტიკოსმა, რა ვფიქრობ. სხვადასხვა ასპექტიდან უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი და მაქედან გამომდინარე უფრო ცოტა რთულია იმსჯელო დღევანდელ მდგომარეობაზე რა, ანუ გარკვეული დასკვნის გაკეთება, რომ ეს ნამდვილად დაუშვათ ესეა, შესაძლებელია, ანუ არ იყოს რა, სწორი და ცოტა მიჭირს. მე ვაკვირდებოდი ახლა ამ პროცესებს აჭარაში მთავრობის თავმჯდომარის გადაყენებასთან დაკავშირებით და ეს იყო ჩემთვის რაღაცა ძალიან
რაღაც ძალიან სევდიანი ამბავი, რომ წარმოიდგინეთ თქვენ ადამიანი, რომელიც არის თავისი რაღაც კარიერის ზენიტში, რომელსაც აი ცაკუდად არ მიაჩნია დედამიწა ქალამნად რაღაცა ადამიანებს პოლიტიკურად საპირისპირო, მით უმეტესად სამთავრობის თავმჯდომარე ხარ ცოტა უხერხულია, ხო? მის პოლიტიკურ პროცესებში არ გეთანხმება, საკმაოდ უხერხული ვორდინგით მოიხსენიებდა და არის რამდენიმე სიტყვა ეხა გამეორებაც არ მინდა, რითაც დაგვამახსოვრა, ხო, თავი. და უცებ ერთ მშვენიერ დილას, როცა გადაწყდა, რომ თვითონ აღარ ყოფილიყო, თავრობის თავმჯდომარე და ყველაფერი ტრიალდება მის გარშემო, ის ადამიანები, რომლებიც მანამდე მის მზეს ფიცულობდნენ, ქავერებზე რო ეყენათ თავრობის მეთაურის ფოტოები, ხსნიან ამ ქავერებს, ან ლაიქებს უკეთებენ სოციალურ ქსელებში, ანუ შლიან ყველანაირ კვალს ამ ადამიანთან ურთიერთობის. აი, წარმოიდგინე როგორი ტრაგიკული ამბავია და მე ვიფიქრე მაგაზე, რომ აი ახლა რო ახალგაზრდა ვიყო, იგივე ჩემ სტუდენტებსაც შევჭე, როგორი ცუდი ის არის, არა, როცა ადამიანი ახალგაზრდა კაცი იძულებული ხდება, რომ ამ ფერხულში ჩაებას და ეს რაღაცა მოჩვენებითობები აკეთოს, ხო, მანამდე თუ დიდი რამბებს უმღეროდნენ, მერე უცებ აღარაფერი რო აღარ არის ეს ადამიანი და უკვე ახალი კერპი გაჩნდა და ახალ კერპს უკეთებენ უმღერიან დიდი რამბებს, ხო, ეს ძალიან მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და აი ძალიან დიდი შეცდომა სწორედ მაგაში გვაქვს დაშვებული, რომ აი მე მინდა ისეთი საზოგადოება, რომ ახალგაზრდებს ეს არ დაჭერდეთ. აი ასეთი სოციუმი მინდა თქვენთვის, რომ აი ეს მაამებლური ვორდინგები და ეს მაამებლური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ ეს უნდა მოიხსნას, იმიტომ რომ დღეს ხარ და სხვა და წარმოიდგინეთ ახლა ის ადამიანი თვითონ ვინც იყო და თავი რომ რაღაცა ძალიან დიდ ვინმე წარმოიდგინე რომ თვითონ არაფერი არ ყოფილა, მხოლოდ სკამი. და ყველაფერი ყოფილა ის სკამი, რომელზეც იჯდა. ხო, ამაზე სევდიან ისტორიას ალბათ ვერავინ ვერ მოყვება. თან არაფერი, აბსოლუტურად არაფერი ადამიანური მისგან არავის არ დაამახსოვრდა, არც მის მომხრეებს, არც მის მოწინააღმდეგეებს, ხო? რაღაცა ძალიან სევდიანი ისტორია და მე მინდა რომ აი ასეთ ნეპოტისტურჭაობში არ იყოთ ჩართულები, აი რაღაცა ასეთ ქვეყანას ვისურვებდი, რომ ის ადამიანი ყოფილიყო თავის ადგილზე, ხო, თავისი ღირსების განცდა ქონოდა და აი ასე უცებ დათხლეშვა ადამიანის, ხო, რაღაცა ვარსკვლავებიდან პირდაპირ ეკალბარდებში ჩაახეთქებ. ხო, აი ეს რო არ ხდებოდეს, ამას ეს ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონაც ახალგაზრდა კაცია, ხო? და თავის საკუთარ თავს რატო უნდა აფასებდეს იქიდან გამომდინარე, თუ რა თანამდებობა და რას გამიუჭირავს, ხო? მის მე მგონი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, აი საკუთარი უნარებით, აი საკუთარი შესაძლებლობები და მე რა გეშინოდეს მომავლის გარისკე. ხო, რა თქმა უნდა. გარისკო უნდა და რომ და გააკეთო. იცი რა სამყარო ისე იცვლება, რომ დღეს ვერავინ ვერ მოგიწყობს ასეთ რაღაცა ხალიჩებს ვერ გაგიგებს და წითელ ხალიჩაზე პირდაპირ ვერ გავიდე. პირდაპირ აი ესე შენი შრომის გარეშე რო წითელ ხალიჩაზე გაგატარებენ, მე აი ეკლებისაც ეკლების მოლოდინიც უნდა გქონდეს, ხო? ამიტომ არა უშავ, სამყაროა ასეთი. უბრალოდ ეგ არის, რომ ხელოვნურად არ უნდა ვქმნიდეთ ამ გარემოს, თავისუფალი კონკურენცია იყოს. მე უფრო ამას ვისურვებდი, რომ აი თავისუფალი კონკურენცია იყოს, მხოლოდ საკუთარი უნარებით და საკუთარი მიღწევებით უნდა შეეძლოს ახალგაზრდებს გზის გაკვალვა და აი მაშინ იქნებოდა ჯანმრთელი, თორე გვეშინია, ყველას ეშინია მომავლის კაცმა არ იცის რა იქნება, ხო? ეს თუ არა გაქვს ცოტა შიში აი ამ მისადმი, ხო? და ეს ის შიშია მომავლის, რომელიც პასუხისმგებლობას ავითარებს, ხო? ეს უნდა იყოს, მაგაში არ მეწოდებით. მე უფრო რაში მეწოდებით, იცით? აი თქვენი თაობა, რომ აი ეს მომავლის დამკვიდრება, რომ თავისუფალ კონკურენციაში არ ხდება. ხო, აი ეს არის ამბავი. ანუ მე ახლა მაგალითად მომავლის შიში არ მაქვს. მე ანუ შიში არ მაქვს იქიდან გამომდინარე. ნუ არასტაბილურობის განცდა და ეს არის, ხო? უბრალოდ განცდა მაქვს, თუმცა მე ჩემი მიზნებისთვის ყველაფერს მაქსიმალურად გავაკეთებ და ნებისმიერი ჩემი ნაბიჯი იქნება გადადგმული ჩემი მიზნისკენ რა.
ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა უნდა იყოს შენი ნებისმიერი ნაბიჯის და სიტყვა, როგორ დავკარგეთ სიტყვის პატივისცემა. და თქვენ წაღანას ახსენეთ, რომ ის ადამიანები, ვინც შესაძლოა თაყვანს სცემდნენ და ქოვერებზე ფოტოები ეყენათ, დღესდღეობით უკვე სხვის ფოტოს აყენებენ ქოვერზე, გადავიდა, დამთავრდა ის პერიოდი. ერთი კერპი დასრულდა, ახალი წამოვიდა. ეს ყველაფერია რა, სწორედ რაზეც საუბრობ მე იმას, რომ ადამიანები უკვე საზოგადოება ვერ ამბობს უკვე თავის სიტყვას, რა საზოგადოება თვითონ მიჯაჭვულია და მიჩვეულია გარკვეული რეჟიმზე რა, საზოგადოების ნაწილი, მოდი ესე ვიტყვი რა, მიჩვეული არიან იმას, რაც ხდება დღეს ქვეყანაში და საერთოდ არ აწუხებთ არანაირი არანაირი ის საქართველობა ის მენტალობა აღარ აქვს და არ აწუხებთ არაფერი რა, როგორც არის, ღებულობენ ამ ყველაფერს ისე და უბრალოდ ცოცხლობენ ჩემი აზრით, არ ცხოვრობენ ესეთი ადამიანები და ვფიქრობ ეს განათლება სწორედ იმაში დაგვეხმარება ჩვენ ახალგაზრდებს, რომ ეს ყველაფერი აღმოიფხვრება რა, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ადამიანებმა განათლების მიუხედავად რო გადავხედოთ მაგალითად წარსულს და დღევანდელობას, განათლების სისტემა საკმაოდ განვითარდა და ყველაფერს არა, მაგრამ გარკვეულწილად ცდილობს სახელმწიფო იმას, რომ დაუშვათ 10 წლის წინ რა მდგომარეობაც იყო განათლების სისტემაში, დღეს ეს პრობლემები დაუშვათ რა პრობლემებიც აღმოიფხვრას და სტუდენტებს, მოსწავლეებს 10 წლის წინანდელი რა აღმოიფხვრა. ერთადერთი რაც ამ განათლების სისტემაში მოხდა, არის ის, რომ კორუფცია აღარ არის, თორე 10 წელი კი არა და ბებია ჩემი რო დადიოდა ისეთი სკოლა ეხლაც. ხო, რაღაცებს აკეთებენ თუნდაც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, იმას დავუშვათ, რომ მაგალითად ძალიან მომრავლდა სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებლები, რაც ჩემთვის საკმაოდ კარგია, იმიტომ რომ ვფიქრობ ახალი ძალაა და ახალი მიდგომებია საჭირო ბავშვების აღზრდისთვის რა, ის ძველი კომუნისტური დაუშვათ აღზრდა, ვფიქრობ უნდა გადავდოთ გვერდზე. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჩემი აზრით, ქართველებს საქართველოშიც ადამიანებმა ზნეობა ვფიქრობ გარკვეულწილად დაკარგეს რა, ის პატრიოტიზმი დაკარგეს და თავიანთი ვფიქრობ სიტყვა დაკარგენ რა, თავიანთ სიტყვას ძალა აღარ აქვს, ადამიანები გიყურებენ და თვალში და ხელშუა გატყუებენ რაღაცეებს და ამ ყველაფერმა განაპირობა ეს რა. ეს ხო ხელისუფლებიდან მოდის, ერთ წუთას ერთს ლაპარაკობენ, მეორე წუთას აბრუნებენ. და საზოგადოებას ამ ყველაფერს მიყვა. პირველ კლასელს, რასაც ვერ პატიობ, იმის გვიწევს ხელისუფლებაზე, რომ აი ასე ერთ წუთას ერთ სიტყვენ, მეორე წუთას მეორე. მესმის აბსოლუტურად რასაც ამბობ. რამე ხო არ არის ისეთი, რაც გინდა რო თქვა და არ მიკითხავს შენთვის. წაღან ის უნდა გამეგზავნებოდ გამოვიწყდა, იმაზე რომ როგორც ვთქვით, სკამი იყო მნიშვნელოვანი და არა ის ადამიანი, ვინც ამ სკამზე იჯდა რა. ჩემი შეხედულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით ესეთია, საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული ქვეყანაა, ვფიქრობ ეს ყველაფერი მოჩვენებითია რა, გარკვეულწილად ჩემი აზრით რაღაც მონარქია გვაქვს რა, ის რომ ვიღაც ერთი დგას ყველაფრის ზევით და ის გვმართავს სათამაშოებით რა, როგორც პაიკი ისე გვიყენებს რა. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ პაიკს შეუძლია თამაშის დამთავრება და გამარჯვება და მთავარია ჩვენი მიდგომა, თუ რას როგორ მიუდგებით, როგორ განავითარებთ ჩვენს ნაბიჯებს და რა ვიცი რა, არასდროს არ უნდა დაკარგო არაფრის იმედი რა. თუ გაქვს იმედი, მიაღწევ იმას, რისი მიღწევაც გინდა. და ვფიქრობ ის პერიოდი, რა პერიოდს დღეს გვაქვს და თუ ადამიანები გარკვეულწილად იტანჯება, ტანჯვა სწორედ იმ ყველაფერს გვაძლევს, რაც შეიძლება ჩვენი წარმატებისთვის დავჭირდეს რა. და რავი რა, ჩემი აზრით, უნდა შევძლოთ ახალგაზრდებმა ის, რომ ჩვენ არ უნდა დავყაროთ ფარხმალი და უნდა მოვიძიოთ ის გზები, რომელი გზებითაც ჩვენ განვითარდებით და ჩვენს თავს ვიპოვეთ რა. არტახების გაგლეჯაა საჭირო. ეჭვიც არ მეპარება რომ შეძლებთ. ყავას რატო არსვა? ყავის საუბარში. ლალისთან ყავაზე შემთხვევით არ ქვია ჩვენ პოდკასტ. უნდა დალიო ყავა აუცილებლად.
და ორი სიტყვა უნდა მითხრა ყავის შესახებ, იმიტომ რომ ეს აუცილებელი ნაწილი არის ჩვენი პოდკასტის. ჯერ როგორი ყავა შემიფეს? ძალიან გემრიელი. ახლა ხო არ მეტყვი. კარგი, იმდენად სასიამოვნო, რამდენადაც საუბარი ახლა აქ რა. კამერები დაგავიწყდა. ეს მიხარია ყველაზე მეტად. ხო, რაღაც ძალიან გულწრფელი ყავი და ეს არის უბრალოდ ყავის დამსახურება, რომ თუ არ სვა, მაგრამ როცა არ სვა, მაგრამ თუნდაც ხედავ ყავას, უკვე გულწრფელი ხარ ადამიანი, ხო? მიხარია ძალიან, რომ წავაწყდები ხოლმე შენაირ ადამიანებს და ძალიან მიხარია, რომ შეგხვდი. ძალიან მიხარია, რომ ჩემი საგანი აირჩიე და მაგანაპირობა ჩვენი შეხვედრა. იმიტომ რომ აი როცა სტუდენტთან ურთიერთობ, მოსწავლესთან ურთიერთობ, რაღაცა სულის ნაწილს ატანეცი. აი არ ვიცი ახლა თქვენ როგორ უყურებთ სტუდენტები ამას, მაგრამ ყველაზე საყვარელი ადამიანები ხართ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩემგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ჩემი მოსწავლეებიც მიყვარს. შეიძლება კოლეგა არ მიყვარდეს ჩემი პოლიტიკური შეხედულებებიდან განსხვავებული, მაგრამ ჩემი სტუდენტი და ჩემი მოსწავლე, რა ვიცი, ჩემია, როგორიც არ უნდა იყოს ეს და ვისურვებდი იმას, რომ კონკურენტული გარემო გქონოდეთ და ისეთი ქვეყანა გქონოდეთ რა რაღაცა. რისთვის მე შეხლა ვიყავი და სტუდენტი ვიყავი იმ დღიდან მოყოლ, იმ პერიოდიდან მოყოლებული, სულ ყველა პოლიტიკურ ყევაში რაღაცა სულ პირველი ვიყავი ხოლმე და რაღაც დროშით ხელში რა. არასდროს არ ჩერდებოდი და არასდროს არ გავჩერებულ ვარ და სულ მაქვს ბრალის განცდა, რომ ჩემი შვილის თაობის ბავშვებს გაუჩნდათ საჭიროება იმისა, რომ თვითონ გადაარჩინონ ეს ქვეყანა და შენაირებს რომ ხედავ მიხარია. არც დემოგრაფიის მეშინია, იმ საშინელი დემოგრაფიის და არც იმის მეშინია, რომ არაფერი არ მოხდება მომავალში. ძალიან ბევრი კაი რაღაცა გვექნება და ასე რომ ნუ გაგიჩნდება მაგის განცდა, რომ რაღაცო პერსპექტივობის, ეს შეიძლება დროებითი მდგომარეობა იყოს, უნდა შევცვალოთ. დაგემშვიდობებით, ძვირფასო მაყურებლებო, ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე. ჩემი სტუმარი იყო ჩემი სტუდენტი ლაშა ნაგერვაძე და არ ვიცი შეიძლება რამე საინტერესო დაინახოთ ჩემი პოზიციის დემონსტრირებაშიც, ლაშას ნათქვამშიც და რა ვიცი ჭეშმარიტება სადაცაა, ალბათ იქვე დაიჭერთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.